დონალდ ტრამპი ღვიძლზე გადავიდა. ამტკიცებდა, რომ ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებები ყველაფერი ფეიკია, მოგონილილია და სასამართლომ ის საერთოდ გაამართლა. მე არ ვარ მოძალადე. მე არავის გაუპატიურება არ ჩამიდენია. მე არ ვარ პედოფილი. ის თქვენზე ამბობდა ამას, ბოდიში. მე არ ვარ პედოფილი. შენ წაიკითხე ეგ სისულელე ვიღაცა ავადმყოფისგან. დონალდ ტრამპმა შეუთია ამერიკულ მედიას და მაინც გამოეხმაურა მსროლელის მანიფესტს, რომელმაც წინადრე საშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობასა და ჟურნალისტებთან ვახშმის დროს. ინტერვიუში CBS News-ის გადაცემასთან 60 წუთი, რომელიც სასტუმროში ვაშინგტონში სროლის შემდეგ მეორე დღეს ჩაწევეს, დონალდ ტრამპი თავდაპირველად თამამად ხვებოდა, როგორ არ ნერვიულობდა და დახმარებასაც კი უარით პასუხობდა. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შევიდნენ და ცდილობდნენ მისი გადარჩენას, ტრამპის თქმით, მას მსროლელის არ ეშინოდა და სულ და პირდაპირ თვალებში შეეხედა მისთვის. მაგრამ ერთ მომენტში ტრამპის განწყობა ინტერვიუში მკვეთრად შეიცვალა და მან დაიწყო ყვირილი ჟურნალისტზე იმის გამო, რომ მან წაიკითხა ნაწილი ადრე გამოქვეყნებული მანიფესტიდან, რომელიც ეკუთვნოდა ტრამპზე თავდამსხმელ მსროლელს. ტრამპმა აღიარა, რომ მანაც წაიკითხა ეს მანიფესტი, მაგრამ მაშინვე დაიწყო თავის მართლება, რომ ის არ არის მოძალადე, არ არის პედოფილი და საერთოდ არ არის დამნაშავე, როგორც მსროლელმა განაცხადა. მაგრამ აქ საინტერესო მომენტია. საქმე იმაშია, რომ მსროლელს არც ერთხელ არ უხსენებია დონალდ ტრამპის სახელი ამ მანიფესტში. მაგრამ ტრამპმა რატომღაც ყველა ეს სიტყვა საკუთარ თავზე მიიღო. მოდით ახლა განვიხილოთ ეს ინტერვიუ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამიტომ, რომ სრულად იყოთ საქმის კურსში, გირჩევთ ნახოთ ჩემი წინა გამოშვება, სადაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ იმავე მსროლის მანიფესტს ვაშინგტონის ჰილტონის სასტუმროში. ყველა პუნქტით. და აი თითქმის ერთი დღის შემდეგ, ვაშინგტონის იმ სასტუმროში სროლის შემდეგ, ტრამპმა ინტერვიუ მისცა CBS News-ის გადაცემას 60 წუთი. და პირველივე წუთებიდან რაღაც ისე არ წავიდა. მაგრამ ჯერ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საერთოდ არ ნერვიულობდა, როცა გასულ შაბათს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშმიდან მისი ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც დარბაზში შეიარაღებული ადამიანი შეეცადა შეჭრას. ყველა დეტალი უკვე მოვკავე ამ YouTube არხზე, რომ არ გავიმეორო თუ შემთხვევით გამოგჩათ. დააჭირეთ პაუზას, გადადით არხზე, ნახეთ წინა რამდენიმე გამოშვება, სრულად იქნებით კონტექსტში და შემდეგ დავუნდებით აქ. უფრო მეტიც, დონალდ ტრამპმა კიდეც განაცხადა, რომ ის იმდენად მამაცი და გამბედავია, რომ საიდუმლო სამსახურის მუშაობასაც კი აყონებდა. რომელიც მას იცავდა, რადგან თავად სურდა ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა და სიტუაცია შეეფასებინა. შემდეგ მოვიყვან დონალდ ტრამპის ციტატას. რა მოხდა? ხო, რაც მოხდა, ეს ცოტა ჩემთან იყო დაკავშირებული, მინდოდა მენახა რა მოხდა. ევაკუაციის სიტუაცია შეიძლება ქაოტურად გამოიყურებოდა და ნაწილობრივ ჩემ ბრალიც იყო. მინდოდა თავად მენახა რა ხდებოდა. შეიძლება მათ მუშაობას არ უმარტივებდი. დროთა განმავლობაში დავიწყეთ ფიქრი, რომ ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა ყოფილიყო. სრულიად სხვა, უსიამოვნო. არა უბრალოდ ჩვეულებრივი ხმაური დარბაზში, რომელიც იქ მუდმივად ისმის. ჩემს გარშემო ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ შეიძლება ცოტა შევაყოვნე ისინი. უთხარი, ცოტა მოითმინეთ, კიდევ ერთი წუთი მომეცით. მინდა ვნახო. უბრალოდ მოითმინეთ. უთხარი, მოითმინეთ ერთი წუთი, მოითმინეთ ერთი წუთი, ნება მომეცით. ნახო, მოითმინეთ ერთი წუთი, ასე რომ ისეთ ვამბობ. აი ამ სიტყვებით ტრამპმა ასევე ახსნა კიდევ ერთი საკამათო მომენტი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც საიდუმლო სამსახურის აგენტები ჯერ ვიცე-პრეზიდენტ JD Vance გახავთ ღონისძიებიდან რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე თავად ტრამპის ევაკუაცია მოხდა. ამან ზოგიერთებში ეჭვები გამოიწვია ევაკუაციის თანმიმდევრობის შესახებ. ამბობენ, რომ ჯერ პრეზიდენტი უნდა გაიყვანონ, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი, მერე უკვე მინისტრები და ასე შემდეგ. და აი ტრამპმა განაცხადა, რომ ეს თავად ასე მოისურვა, რადგან უნდოდა თავად გაბედულად შეხედოს საფრთხეს თვალებში. მაგრამ შემდეგ ინტერვიუ აშკარად არ წავიდა გეგმის მიხედვით. სწორედ იმ მომენტში, როცა წამყვანმა სტრელკას მანიფესტზე გაამახვილა ყურადღება. ინტერვიუში პროგრამა 60 წუთისთვის პრეზიდენტმა ტრამპმა CBS-ის ნორა ოდონელი სამარცხვინოდ მოიხსენია. მას შემდეგ, რაც მან ახსენა კომენტარები, რომლებიც თითქოს მის მიმართ გაკეთდა სტრელკას მიერ, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მის მანიფესტში. რატომ ამბობ ამას, რომ მე? თითქოს ეს ტრამპის მიმართ იყო, მაგრამ მხოლოდ ტრამპს გონია, რომ ეს მას ეხებოდა. ახვავე გაიგებთ. თავად მანიფესტზე მე უკვე ვისაუბრე წინა გამოშვებაში, ნახეთ. და აი წამყვანმა ოდონელმა ჰკითხა ტრამპს მისი რეაქციის შესახებ მანიფესტზე და ბრალდებაზე, რომელიც როგორც ჩანს მის მიმართ წამოაყენა ეჭვმიტანილმა.
რაზეც ტრამპმა ძალიან მძაფრად უპასუხა. ციტატა. რა არის თქვენი რეაქცია ამაზე? მე ველოდი თქვენ ამას საიკითხავდით, რადგან ვიცოდი. რომ თქვენ ამას დაიკითხავდით, რადგან ვიცოდი, რომ ამას გააკეთებდით. რადგან თქვენ საშინელი ადამიანები ხართ. დიახ, ეს მან დაწერა, მაგრამ მე არ ვარ გამაუპატიურებელი და არ ვარ პედოფილი. არავინ გამიუპატიურებია. არ ვარ პედოფილი. თქვენ კითხულობთ ამ სისულელეს, ვიდაც ავადმყოფი ადამიანისგან. მე მაკავშირებდნენ ყველაფერთან, რაც ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. მე სრულად გამართლების ყველა ბრალდებაში. თქვენი მეგობრები მეორე მხარეს არიან ისინი, ვინც იყო გარეული, თქვათ, ეპშტეინის ან სხვა მსგავსი ინციდენტების საქმეებში. მაგრამ მე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ ინტერვიუს გავაკეთებდი და ისინი ალბათ ითქვიან, მე მანიფესტი წავიკითხე, ის ავადმყოფი ადამიანია. ანუ ტრამპს ძალიან ძლიერად შეეხო ის, რაც მანიფესტში ეწერა. იმდენად შეეხო, რომ ჟურნალისტს დაესხა თავს. თავად დაიწყო თავის მართლება იმის გამო, რომ მსროლელმა თითქოს მას გამაუპატიურებელი და პედოფილი უწოდა. თავად რატომღაც დაიწყო ეპშტეინის ფაილების გახსენება, მიუხედავად იმისა, რომ მსროლელის მანიფესტში ამაზე საერთოდ არც ერთი სიტყვა არ ეწერა. მაგრამ შემდეგ ტრამპმა აღიარა, ციტატა. მე წავიკითხე ეს მანიფესტი. იცით, ის ავადმყოფი ადამიანია, მაგრამ თქვენ უნდა გწვენოდეთ. სირცულია რომ ამას კითხულობთ, რადგან მე ასეთი არ ვარ. საინტერესოა, რომ როდესაც წამყვანმა დონალდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სიტყვები საერთოდ მისი არა, არამედ მსროლელისა და ის მხოლოდ ციტირებს მათ, ტრამპმა შეაწყვეტინა და თქვა, ციტატა. თქვენ არ უნდა წაიკითხოთ ეს 60 წუთის პროგრამაში. თქვენ სირცხვილი ხართ. თქვენ უნდა გწვენოდეთ. მაგრამ გააგრძელეთ. დაამთავროთ ინტერვიუ. თქვენ სამარცხვინო ხართ. და აი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი უხერხული კითხვა იყო საკმარისი, რომ ტრამპს განიახლებინა მტრული ქმედება პრესის მიმართ. 24 საათზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ რაც ტრამპზე მკლოობის ცდელობა მოხდა, სწორედ იმ პრესასთან ერთად ვახშამზე. საინტერესოა, რომ ტრამპმა უარყო ვარაუდი, რომ ის როგორც პრეზიდენტი, რომელმაც უკვე 3 მკვლელობის ცდელობა გადაიტანა 2 წლის განმავლობაში, შეიძლება რამე გააკეთოს იმისთვის, რომ შეცვალოს პოლიტიკური ძალადობის ეს ტრაექტორია შეერთებულ შტატებში. ის ამბობს, თითქოს ეს უკვე ტრადიციაა და არაფრის გაკეთება არ ხირს. მაგრამ რატომღაც მან იჩქარა და ყველაფერი ვის დააბრალა? რა თქმა უნდა, დემოკრატებს. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა ტრამპისგან. თუ დაბრუნდებით 20, 40, 100, 200, 500 წლის წინ, ეს ყოველთვის ასე იყო. და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა ეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ადრე იყო. მართლა ვფიქრობ, რომ დემოკრატების სიძულვილის გამაღვიებელი განცხადებები და ეს კიდევ უფრო საშიშია, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მართლა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. მაგრამ ტრამპმა კიდევ აღიარა, რომ იმავე საღამოს ჟურნალისტებთან ერთად აპირებდა მათთვის ჯგუფური განადგურება, დასჯა და დამცირება მოეწყო. ციტატა. სრულად მზად ვიყავი ყველა მიწასთან გამესწორებინა. არ ვიცი, ოდესმე შევძლებდი თუ არა ისეთი უხეში ვყოფილიყავი, როგორც ვაპირებდი. ირებდი. იმ ოთახში კი დღესასწაულის ატმოსფეროს უფევდოდა. თითქოს მთელი ქვეყანა გაერთიანდა. ეს საოცარი იყო. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ გამოშვების ბოლოს შეგახსენებთ მსროლელის ციტატას, რის გამოც დონალდ ტრამპი ასე აფეთქდა ამ ინტერვიუში. ციტატა. მე აღარ დაუშვებ, რომ პედოფილმა მოძალადენ და მოღალატემ ჩემი ხელები თავის დანაშაულობის დასაფარად გამოიყენოს. რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, ციტატა. მე არ ვარ გამაუპატიურებელი, მე არავინ გამიუპატიურებია, მე არ ვარ პედოფილი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თელ მანიფესტში დონალდ ტრამპის სახელი არც ერთხელ არ არის ნახსენები. მესროლე არც ერთხელ პირდაპირ არ ახსენებს ტრამპს. ეს საინტერესო მომენტია. მე არ ვარ გამაუპატიურებელი, მე არავინ გამიუპატიურებია. თქვენ ფიქრობთ, რომ ის თქვენ გახსენებთ? მოიცადე. მე არ ვარ პედოფილი. თქვენ კითხულობთ ამ სისულელეს ვიღაცა ავადმყოფი ადამიანისგან. აქ წერტილებს დავსვამთ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით, ან ფასიანი სპონსორული გამოწერით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. იქ სრულიად განსხვავებული ფორმატებია. ან გადადით თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის მეშვეობით. ეს ყველაზე მარტივი გზაა არხის მუშაობის მხარდასაჭერად. ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.